ძალიან პატარა მდინარეა, თითქოს რომ შეხედავთ, მაგრამ ბოთში გამოთქმისა და ცოტა გაწვება და ესე ბიძურ სახესღებლოს მოაქვს ხედამისა და წაიღო წყალმა და დავდიოდით წყალმა წაიღო დავდიოდით წყალში ფეხით და შეგვიცოდა გამგებელმა სოფლის ხელმძღვანელობამ, რაიონის ხელმძღვანელობამ, სკოლის ბავშვები წვალობდნენ, აგერ მაზლი ცხოვრობ, ჩემი და პატარა მაზლიშვილი იქედა რო წავიდა სკოლაში და დაეტაკა რაფი ღმერთმა გადაგვარჩინა ჩვენც და იგიც და მთელი ნასაკირალის პირველი რაიონის ბავშვები ამით სარგებლობდნენ. სოფელი სარგებლობს ერთი კუთხე გადადის მეორე კუთხეში. სოფელ ვაბზოში გაიხსნა ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ოზურგეთის მერცხალთან არსებული 2004-2005 წლებში დაბადებული ბავშვებისათვის. ამისათვის მადლობა მინდა უთხრა სოფლის გამგებლობის ბატონო არსენ კლონს გვერდში დგომისათვის. არაფერს არ ეშურებს თუკი ამის შესაძლებლობა ამათხოვნა მოათავ რომ ეჩქდება გვერდში გვიდგას და იმას აკეთებს რაც ბავშვთა განვითარებას ესაჭიროება. ყველა სოფელში რომ ასეთი ადამიანი იყოს, ბავშვები განვითარდება და საქართველოში ფეხბურთის კრიზისი რო არ იქნება და ყველა სოფელს აქვს სტადიონი. ყველა ოზურგეთში არის იმდენი მწვრთნელი კვალიფიცირებული, რომელმაც აღზარდოს ბავშვები და ჩვენ ნაკრებსაც ეშველება ალბათ. ჩემი მიზანი ეს არის, რომ იმიტომ გადავწყვიტე აქ სოფელ ვაბზოში გამეკეთებინა ეს.